გამარჯობა, SBS პოდკასტის დროა. დღეს საუბრობთ საქართველოს ჩემპიონატზე და სტუმრად ეროვნული ლიგის დაუმარცხებელი ლიდერის ორი გამორჩეული ფეხბურთელი ირაკლი სიხარულიძე და იური ტაბატაძე გვყავს. ირაკლი სიხარულიძე საქართველოს ჩემპიონატში 128 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის საუკეთესო მეგოლეებს შორის მესამე ადგილზეა. იური ტაბატაძეს კი წლეულს გამორჩეული სეზონი აქვს და უკვე ნათამაშებს 14 ტურში 7 გოლი აქვს გატანილი. ბიჭო, გამარჯობა. გამარჯობა, იური, გამარჯობა, ირაკლი, როგორ ხართ? კარგად, თავად როგორ? კარგად, მადლობთ. ესე იგი, ეროვნული ჩემპიონატზე თავი დამწყმელი ძალები გვყავს სტუმრად. არ ყოლია ეროვნული ლიგი და კაიხანია ფეხბურთელი. გასიტყვით, აბა, ხართ უკვე ჩემპიონები, 10-ქულიანი ჰანდიკაპი, სერიოზული. არა, ჯერ ადრე არის ჩემპიონობა, მაგრამ კარგად მივდივართ, მოგეხსენებათ მესამე ნაწილში უფრო იძაბება ჩემპიონატი ევროტურნირების შემდეგ და წინა წელს ჩვენც მანდა გავინაღდეთ ჩემპიონობა რა 8 ქულით ვაგებდით და მაგ დროს აღმოფხვრით. მანჩესტერი ვიდა. ეგრე მანჩესტერი ბოქსინგ დეიზე იმაშვებოდა რა ქვია. ფერგიუსონის დროს. ირაკლი რა სიტყვი? მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ხო, აი დავითანხმები ტაბატას რომ ანუ ჯერ ძალიან ადრე ამაზე ხა ლაპარაკი და ამას საერთოდ ვფიქრობთ, იმიტომ რომ ანუ წინა სეზონიც ხა ყველაზე ახლოს ეს იყო და ზუსტად იგივე სიტუაციაში ვიყავით ჩვენც და ესე რომ ვთქვათ ამოვქაჩეთ ეს სხვაობა და წინა წელს გავხდით ჩემპიონები და ჯერ მეორე წელი არ არის ბოლომდე დასრულებული და ვფიქრობ ამაზე ლაპარაკი ძალიან ადრე. ისე კარგი ფეხია ამ პოდკასტში. წეგან ვამბობდი, ლევან კორღალიძე რო იყო მოსული, მაშინ არ იყო გუნდი ლიდერი, იქიდან მოყოლებული თამაში არ წაუგიათ საერთოდ. არწაგებაზე ჩემპიონებიც გახდნენ. ერთი მედალი თქვენი. ხო და ესე ხოლმე გაგიგიათ, რომ შენარჩუნე ტიტული შენარჩუნება უფრო ძნელია ვიდრე მოპოვებაო და კი, მართალია, რა ლევან კორღალიძეც მაგას გვიმეორებს ხოლმე, რომ შენარჩუნება ვერად რთულიაო ვიდრე მოპოვებაო რა და ჩვენი მხრიდან რაც შესაძლებელია მაქსიმალურად ვცდილობთ რომ კონცენტრირებული ვიყოთ ყველა თამაშზე რა და დანარჩენი ნახოთ რა იქნება. რამდენი 14 თამაში წაუგებლად? არა, წაუგებლადაც არის და წაუგებლად ახლა 11 მოგება და 3 ფრეა, გოლს თითქმის არ უშვებენ. და გოლი ეს 10 თამაში არ გაუგიშვიათ, ხო? ანუ 10 თუ 9. რაღაც 4 გოლი აქვს გაშვებული 14 თამაში. ხო და ეს ჩვენი შედეგია მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა და თან ისეთები წავიდნენ, ვინც ლიდერებად მოიაზრებოდნენ. ეხლა შემილია ჩამოვთვლა მამაგეიშვილი, ერთი ძმა სილა კოხრე კაპანაძე, შარშა ნონიკაშვილიც, ხო? და იმ შემდეგ დაიწყო ყველაფერი, რა ვიცი, უცნაურია. რას მივაწეროთ აი ეს, რომ ესეთი 5 ფეხბურთელი წავიდა და მაინც გუნდი არათუ დაუკლო შედეგი მოუმატა კიდეც. კი, აი გეთანხმებით ყოველთვის რთულია, როდესაც ესეთი ანუ წასვლა ხდება და ვთქვათ ახალი გუნდის ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება ხოლმე შედეგის მისაღწევად და კარგია რომ ეს წელი ხა ჩვენთვის მაგალითად არ გამოდგა, ვთქვათ ისეთი რომ ანუ კარგი შედეგი გვაქვს ამ წელსაც და ესე რომ ვთქვათ კარგად ჩატარდა ეს მოსამზადებელი პერიოდი და შედეგიც სახეზე არის. არა, ერთული არის ნამდვილად ეხლა ისეთი ფეხბურთელები წავიდნენ, ვინც სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში თამაშობდნენ რა, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენი ძლიერი მხარე რაც არის, აი ეს კოლექტივი, ვინც ვართ, დიდი ხანია ერთად მოვდივართ რა და ერთმანეთის ძალიან გვესმის და შეკრულები ვართ ესე ვთქვათ და ლევან კორღალიძეც გვეხმარება, რომ სულ ერთად ვიყოთ და სპორტზეც ცოტა თავიდან ისე დაიწყოს ფეხბურთელები, რომ წავიდნენ ცოტა რთული პერიოდი იყო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა, გუნდი, მწვრთნელი, ფეხბურთელები ყველა ერთად რო დავდექით, რაღაც შევიკარით და საბოლოოდ ისო საჩემპიონო გუნდი ვართ ჯერჯერობით და ვეცდებით ესე დავამთავროთ რა. ხო და სათამაშო კომპონენტებში რა პლუსია, რა სიტყვით აი ჩვენ სტილში ფიზიკა, ტექნიკურობა, რა ვიცი, ხო არის რაღაც. ფიზიკის მხრივ ჩემი აზრით ჩვენი გუნდი ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული არის, იმიტომ რომ
არის თამაშები, რომ პირველ ტაიმში გუნდები მოყვებიან ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მეორე ტაიმში ბევრად უპირატესობა გვაქვს ხოლმე და ჩვენი ჩატარებული მოსამზადებელი პერიოდის ხარჯზე ამ გამძლეობით უპირატესობას ვიღებთ რა. ერთ-ერთი ძლიერი მხარე ჩვენი ეს არის და შემდეგ ტაქტიკურადაც ძალიან კარგად თამაშობთ, მთელი გუნდი, ვიცავთ მთელი გუნდი უტყეთ რა ესე ვიტყვი. კონკურენტებად ვინ გესახავთ, თავარ კონკურენტებად? ეს ხელშიც ახლა აისახება ეს სავარაუდოდ ეს გუნდები იქნებიან სეზონის ბოლოსაც ალბათ გამოკვეთილები ეს ვინც არიან ახლა ბათუმის დინამო, ბათუმი, გორი, დინამო, ტორპედო მაგალითად. რაც ხელშიც ზედა ადგილებზე არიან. სავარაუდოდ ალბათ მაინც ეს უფრო ჩვენი თავი. თქვენ თუ არ თუ არ გაზარბათ, თუ არ დაუშავეთ. დაუშვით შეცდომები, ალბათ უკვე ისეთი ფორო გვაქვს, რთული იქნება ყველა გუნდისთვის. აი, წრე ნახევარი მიილია, ხო? პირველი წრე და ნახევარი 4 ტური დარჩა. ვისთან გაგიჭირდათ ყველაზე უფრო ამ გამვლით 14 ტურში? გაგვიჭირდა ჩემი აზრით გორი და ბათუმი რა ესე ვიტყვი. ბათუმში აქაც რთული თამაში ჰქონდა, იქაც რთული თამაში ჰქონდა და გორთანაც პირველ თამაშიც სიხო მოგვაგებინა კუთხურიდან გაიტანა და მეორე თამაშიც მეორე სიხო მოგვაგებინა. ეგ საერთოდ ისა განსაკუთრებული თემაა, სიხო და მაგაზე ვერ ვილაპარაკობ. აი მარტივად ასე რომ ვთქვათ, არ მოგვიგია წელს ისეთი თამაშები და ზოგადად გარედან მარტივი ჩანს, გუნდი რო ბოლო ადგილზეა, ყველასთვის ახლა ჩვენ პირველ ადგილზე ვართ მოქმედი ჩემპიონები, გონიათ რომ აუცილებლად უნდა მოიგო ის თამაში და გარდაუვალია შენი მოგება, მაგრამ რთული არის ყველა თამაში. მაინც აი ფოთთანაც რთული თამაში იყო, მოგეხსენება თელთან ფრევი თამაშეთ და მაინც ჩემი აზრით ყველა თამაში შეიძლება სხვადასხვა შედეგი მივიღოთ. არა, ხშირად მithქვამს, რომ საქართველოს ჩემპიონატი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი ჩემპიონატი, რომ ვერ გაიგებ რა შეიძლება. შეიძლება ახლა რა თქმა უნდა ის დონე არ არის ახლა შედეგებიდან და რეიტინგიდან გამომდინარე, მაგრამ ბევრი მაგალითი არსებობს იმის, რომ თქვათ უფრო ძლიერი ჩემპიონატი და ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჩამოსულა თქვათ აქ და ვერ უთამაშია ის დონე, თქვათ, რასაც უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშობდა და ესე რომ ვთქვათ, თავის სპეციფიკა აქვს და რთული სათამაშოა მოკლედ და მაგიტო არის რომ ფავორიტი წინასწარაც არ უნდა ქულები თქვათ აუთსაიდერი იყოს. ყოველთვის მასთანაც ძალიან რთულია ხოლმე თამაში. ხო, სხვათა შორის აქ ბევრი გოლიც ვერ გააქვთ, აი ეს ერთი შარშანი იყო გამონაკლისი, როცა იონსენმა მართლა ბევრი გოლი გაიტანა და შენ გაიტანე ლოკომოტივში მახსოვს 25 გოლი. საერთოდ 20 გოლი, ზოგჯერ 18 გოლი ხდებოდნენ ბომბარდირები და მივადექით თავარსაკით 128 გოლი გაქვს გატანილი. და მესამე ადგილზე გადახვედი ყველა დროის ბომბარდირებში, რაც უმაღლეს ლიგაში ყოფილა. დინამოთი. ხო და დინამოთი ხო თავიდან დუბლებში და მე კი ანუ ყველა ეტაპი ხო გავიარე დინამოში, აკადემია, ეს დუბლ შემოქმედება, მე პირველი გუნდი და მე ვიყავი რამოდენიმე ნახევარი სეზონი ვიყავი ჯორჯიაში. მაგრამ ლოკომოტივში ქონდა ესა გახსნის პერიოდი. ხო, ესე ვთქვათ, ლოკომოტივში ყველაზე მეტი გავიტანე, მაგრამ თვი რომ ვთქვათ თამაშებიდან გამომდინარე, მაგალითად სხვა გუნდებშიც მქონდა ესეთ შედეგი, მაგალითად მოყვანილ სამტრედიაში მქონდა კიდე ძალიან კარგი სეზონი, თვითონ გუნდსაც კარგი სეზონი ჰქონდა მაშინ. როცა გიაცეცაზე დაინიშნა. მაშინ მეორე ადგილზე გავედით და თვლი რომ მაშინაც ეს გოლების თუ გადავხედავთ, კარგი სეზონი მქონდა მაშინაც. ოლიმპიშიც ასე თუ ისე. ხო, ჩემ დროს უკვე რუსთავის მეტალურგი ერქვა და მანდაც საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი, 4 წელი ბოლომდე მეგონი არ ვიყავი იქ. და მანდაც კარგი სეზონები მქონდა რა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ თვითონ გუნდი ყავდა ძალიან ძლიერი და ყოველთვის იბრძოდა ხოლმე მაღალი მიზნებისთვის და მოგეხსენებათ მაშინ რაღაც განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა და ერთ-ერთი სეზონი იყო ეს რაღაც თანაბარი ქულები რო და რუსთავს და ზესტაფონში პერიოდი იყო, მაშინ მომიწია რუსთავში თამაში და საკმაოდ კარგი სეზონები ჰქონდა გუნდსაც.
ირაგვი მამოსდარვა 128 რა 100 გოლი დაგაკეთე. ამ 128 გოლიდან გააქვს რომელიმე ესეთი მუდამ გონებაში რო გიტრიალებს და ქსიამოვნებს გახსენა. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ანუ ჩემთვის და ვფიქრობ ალბათ უმეტეს ფეხბურთელიც ამაზე იქნება, მათი ესე რომ ვთქვათ, მთავარი ოცნება არის ნაკრებში მოხვედრა და როდესაც ვთქვათ ეროვნულ ნაკრებში მოხვდი და მაშინ გავიტანე ერთი გოლი და რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს გოლი არის. უკვე 129-ია, იმაში არ ითვლება. არასწორად წავედი, ხო? ეს არის მეტი გოლი რა გადა. არა და ამ დროს არ გიწევდა ასაკობრივ ნაკრებებში, ხო? როგორც მახსოვს ხშირი თამაში რა. კი, ასაკობრივ ნაკრებებში არ ყოფილვარ არასდროს და მაშინ განსხვავებულად იყო ეხლა ცოტა შორს წაგვიყვანს ეს ლაპარაკი, ანუ ეხლა შედარებით სხვანაირად არის. ცოტა რთული იყო თქვათ მაშინ ესე რომ თქვათ საზღვარგარეთ წასვლა, ეხლა ბევრად მეტი გზა გაქვს, გაშუქებაც ბევრად მეტია და დღეს ბევრად მეტ ფეხბურთელს შეუძლია თავის გამოჩენის შემთხვევაში თქვათ წავიდეს მაღალი დონის ჩემპიონატში და გააგრძელოს კარიერა უფრო მაღალ საფეხბურთზე და მაშინ ისე ხდებოდა რომ მე არ ვხდები ასაკობრივად. და რიგაში ხო იყავე და ეგ რიგა ახლა იმაშია რა ევროპის ლიგაში ჯგუფში. კი, ახლა ლოკომოტივიდან მაშინ ისე მოხდა რომ თავიდან წავედით ჩეხეთში, ნუ იქ რაღაც მიზეზების გამო არ ამეწყო და მე რამოდენიმე თვეში სულ ერთი წელი გაგრძელდა, მე 6 თვის მერე წავედი რიგაში RFS-ში. და იქაც ნახევარი სეზონი ვიყავი და მე ისევ დავუბრუნდი ლოკომოტივში. რა. ნუ აი პირველი ხარ რო ვთქვათ ჩეხეთში ფორვარდი ახლა ლატვიის ჩემპიონატს კი უნდა. არა, კი აი ხა ფეხბურთი ცოტა ისეთი განსხვავებული არის რომ ხა ძალიან ბევრი რაღაცა ფაქტორზე არის დამოკიდებული, მაგალითად ძალიან დიდ როლს თამაშობს ფეხბურთელის კარიერისთვის ახლა მწვრთნელი და გარემო სადაც ხდები. ეხლა ყველა მწვრთნელს აქვს თავისი ხედვა საფეხბურთო და ძალიან ბევრი ნიუანსია აქვს ესე რომ ვთქვათ და ნუ პირველი ხა ვთქვათ სადაც ეხლა ჩეხეთს ვიძახი იქ რამოდენიმე დღეში ნუ ტრავმა მივიღე და ნუ მე იყო რაღაც ისეთი ფაქტორები რაც ვთქვათ მე აღარ მინდოდა იქ დარჩენა მოკლედ რა RFS რაც შეეხება ნუ ახლა რაღაც არ მინდა ის რაღაც თავის მართლების მხრივ გამომივიდეს, უბრალოდ არ მომიწია იქ იმდენი თამაში და სავარაუდოდ არ ამაშო დრო ის ხო. ხო, ეს არ ნიშნავს რომ ახლა რაღაც ჩემ თავს ვამართლებ და რაღაც, მაგრამ არ მქონდა იმდენი დრო ახლა იქ რომ არ მიწევდა თამაში ფაქტიურად. იურიზეც გადავიდეთ, მე ესე ვიცი რომ თავიდან რაგბიზე დადიოდი, მართალია? ერთი წელი დავდიოდი რაგბიზე. რაგბით დაიწყეს. რაგბით დავიწყე, ეს ენერგია რომ მქონდა ბავშვობიდან, ანუ რამეში რომ გამომეყენებინა, შემიყვანეს სპორტზე რა და ახლოს რაც იყო, რაგბი იყო იმ პერიოდში და შემიყვანეს რაგბიზე და მე გუნდი დაიშალა და მომიწია ფეხბურთზე გაჟულებული. თორე შეიძლება ეხლა. კიდე კაი, თორე ხო დაკარგავდა ახლა ეროვნული ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს. მახსოვს შენ თამაში მართლა აი თავიდან ახლა არაფერი არ არის აქ თავიდან არ იყავი ესეთი გამორჩეული სადღაც 14-15 წლიდან უკვე სხვათა შორის იმ გუნდში იყო აი სადაც ქოჩორაშვილი იყო 99-იანებში საბურთალოში კიდე ვინ იყვნენ აი ესეთები რომლებსაც უნდა ეთამაშათ და ვერ ითამაშეს აბა შენც რომელსაც უნდა ეთამაშა და ვერ ითამაშეს ან ბევრი იყო ბევრი აღარ თამაშობს რა მაგ გუნდიდან ნუ ჩემ მეგრელაძე მახსოვს მეგრელა ხო მეგრელაძეც იყო ფურცელაძეც იყო კოპლატაძეც კაკულიაც ბევრი იყო ვინც ვისაც უნდა ეთამაშა და ეხლა აღარ თამაშობენ ბევრი არის ვინც კიდე თამაშობს და რავი ჩემი აზრით შეუძლიათ რომ ითამაშონ რა მაღალ დონეზე მალი არის მაგალითად რო ვთქვათ რავი ჯინჯოლავაც ჩვენი გუნდელი იყო მაშინ დიდებში იყო ერთი წლით და ერთად გავიზარდეთ ესე რო ვთქვათ რა და მაშინ მე საერთოდ არ ვითვლებოდი რა ანუ ძირითადის ფეხბურთელად არ ვითვლებოდი ლუკას ილაგაძის ჩვენი გუნდელი იყო ეხაც ჩვენიან გაიხსენიან ხო რა ეს 16-17 წლის ასაკიდან უკვე დავიწყე რომ ანუ ანეს ანსო რა ფეხბურთიან არაფერი რა და მე იყო ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა საბურთალოში ვითამაშე მან გავიტანე გოლი 96 წუთში რა გამარჯვების და აი მან დრო ვიგრძენია ეს
ემოცია და აი რომ მინდოდა აკაია გოლის გატანა და მოგება. რომ მინდოდა რომ მთელი ცხოვრება ამ ემოციით გამეგრძელებინა, მე უკვე სხვანაირად მიუდექი ამ საქმეს. ბურსასპორტთან, თურქებთან, ხო, ბურსასპორტთან პეტრიაშვილს. და იქაც შენ არ გაიტანა ეს? მე არ ვაფშე საერთოდ არ მითამაშია, ტრავმა მქონდა და არ ვიყავ ვაფშე თურქეთში. ირაკლი, რა უნდა კითხო ახლა რა? RFS-ში გაქვს ხო ნათანაშე რიგაში? კი. ეგ მუნდი ახლა არის რიგის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლა, ხო, ესე აბრევიატურა ესე იშიფრა. ეხლა თამაშობს ამ შემოდგომაზე ითამაშა იმაზე ევროპის ლიგას, ხო, ეგ აიაქსი ეთამაშა, გალათასრაი ჯგუფში იყო მოკლედ რა, ჩვეულებრივ რიგის გუნდი, ხო? კი. თან რიგის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლა, სადაც თამაშობს. ეხლა ხარ საბურთალოში, აგერ ჩემპიონატს იგებთ. პირველი წრის მერე უკვე ფაქტიურად გადაწყვეტილია ჩემპიონის ვინაობა, შარშანდელი ჩემპიონები ხართ და აი რა ხდება აგვიხსენე რა, რატო არა საბურთალო იმაში, ევროსაბურთალო რა იბერია. მეც ვერ მიუჩვეულ ვარ. ხო, ხშირად საბურთალო. ეს გვიჭირს, მაგრამ ანუ დონეზე იგულისხმება რომ ხო და რატოს იბერია არა იმაში ევროპა ლიგის ჯგუფში და რატო RFS რა მაგალითად. ხო, ну ალბათ ესეც რა თქმა უნდა ცოტა არა მარტო იბერიაზე ლაპარაკი, ну იგივე დინამო, იგივე ბათუმი. ეხლა ნუ აქ ახლა დავიჯერო თქვენზე ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ იმაში. ხო, თუ უშუალოდ ეხლა RFS ვიტყვით, ანუ მაშინ დაწყებული ქონდათ უკვე ეს პროცესი და საკმაოდ დიდ ფინანსებს ხარჯავდნენ ამისთვის და ემზადებოდნენ რომ შესულიყვნენ და რამოდენიმე წელია ეს გრძელდება ეხლა. და ეს ანუ მაშინდელი მიზანია და პროგრამა. კი, მაშინ უკვე დაწყებული ქონდათ რომ უნდათ რომ შესულიყვნენ და ესე რომ ვთქვათ, რამოდენიმე წელია დიდ ფულს ხარჯავდნენ გუნდში. და ეხლა ვთქვათ, ეს რა შედარებაც გააკეთეთ და ვთქვათ, რატომ ქართულ გუნდებს უჭერთ იქ მოხვედრა. ну ეხლა ამაზეც ცოტა შეიძლება შორს დაგვიყვანოს ამ ლაპარაკმა, მაგრამ ეხლა მე ანუ მე რასაც ვფიქრობ, თავარი ეს არის რომ ანუ ეს შეიძლება ვთქვათ ერთხელ და ორჯერ მოხდეს რაღაცა ისეთი შედეგი, რომ ვთქვათ გავიდეს ვიღაც, მაგრამ აი სტაბილური შედეგისთვის აი გრძელვადიან, ანუ ფინანსურად ძლიერი გუნდები უნდა იყოს რამოდენიმე, ვფიქრობ და შემდეგ უფრო მეტი შანსი ექნება გუნდებს, რომ ეს რა თქმა უნდა გარანტია არ არის, რომ ყოველთვის ჯგუფში მოხვდები, მაგრამ ეს როდესაც იქნება ქართულ ფეხბურთში, რომ რამოდენიმე გუნდი ფინანსურად რამოდენიმე წელი იქნება ძლიერი, მერე ბევრად დიდი შანსი იქნება, რომ მოხვდეს და ამის გარეშე ფაქტობრივად ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია იქ მოხვედრა. იმიტომ რომ ხელა კონკურენციაში გადიხარ იქ ევროპულ გუნდებთან, რომ ეს ფინანსური კუთხე ბევრს ნიშნავს და ეს ფინანსური არ გამოიხატება, რომ ეხლა ვთქვათ ვიღაცას რომ წარმოუდგენია მაგალითად რაღაცა ერთ წელში დახარჯოს ვიღაცებს დიდი ხელფასი მისცეს და ამით ეს გარანტია რომ იქ მოხვდეს, ესე არ არის. ანუ ფეხბურთი ცოტა სხვანაირი სპორტია და რაღაც ბევრი ნიუანსია იქ და ამას ჭირდება სტაბილურად რამოდენიმე წელი, ესე რომ ვთქვათ, ფინანსურად ძლიერი გუნდები. ბევრი გვინახავს ჩვენ ახლა ერთწლიანი და ორწლიანი გუნდები, რომ თელი კი, რა თქმა უნდა. ხო, წელიწადში ამოუწურდა. კი, არის ახლა ესეთი ისინი ახლა ევროპაშიც არის ეს გუნდები, როდესაც ვთქვათ, ეს რაღაც ხო რა, ერთხელ მოხვდებიან და ვთქვათ, ახლა მაგალითს იქიდან ვერ აიღებ, ხო, ანუ მაგალითად უფრო უნდა აიღო ისეთი ქვეყნებისგან, რომლებიც სტაბილურად ხვდებიან იქ და ჩემი აზრით თავი ფაქტორი ეს არის, რომ რამოდენიმე სტაბილურად, რამოდენიმე წლიანი სტაბილურად ფინანსურად. და ხო არის აგერ საბურთალო იბერია არის ხო სტაბილურად არის და ესე თავისი ადგილი აქვს ამ სამეულში თუ ხუთეულში, მუდამ რამდენი წელია უკვე არის. ეგერ ბათუმი არის ხო 4-5 წელია უკვე იქაც სტაბილურობა ფინანსური და შედეგის თვალსაზრისითაც. ანუ რაღაც გვაკავდება. აგერ ტორპედო საბედნიეროდ რაღაცა ესეა გამოცოცხლდა ფეხბურთი ქუთაისში. გორი კი მესმის, მაგრამ თქვა ანუ მე იქ ევროთასებზე შევდივართ, ანუ ევროპის გუნდების თან კონკურენციაში ხომ და მათი თქვა ესე რომ თქვა ფინანსური კუთხე ჩვენთან შედარებით რა თქმა უნდა უფრო ისინი ძლიერები არიან და ეს სტაბილურად როდესაც ხარჯავენ მეტი შანსია და უფრო მეტად ხვდებიან. ნუ მე ესე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში. ხო, გარკვეულწილად ალბათ ესეც არის, თუმცა არის შემთხვევები, როცა ვერც ფინანსებით ვერ გჯობნიან და მაინც ვარდებით. არ მინდა იმ ბოსტანში ვისროლო, ხო, მაგრამ ნუ ხშირია არა, ესე ხა მაღალ დონეზეც ეხლა ესე რომ ვთქვათ
ძალიან დიდ გრანდებსაც უჭირთ ხოლმე თქვა შეიძლება ვიღაცებზე მეც ხარჯავენ, მაგრამ ვერ იგებენ ჩემპიონთა ლიგას რამდენი გუნდი იყო. ხანდახან ხდება ხოლმე ეგეთი. ალბათ უფრო სტაბილურობა უნდა მოიტანოს. ხო შედეგი რა ერთი და იგივე შემადგენლობა ცოტა წელიწად ნახევარი მაინც იყოს, 2 წელი მაინც იყოს. აი ეს სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაში მაგას გულისხმობ, რომ თქვა რომ ყავს ძლიერი გუნდი, ის უნდა შეინარჩუნო თქვა რამოდენიმე წელი და და არის აგე საბულივერია და მე მოვა ევროტურნირი. ვაცადეთ ბატონო. ერთით ხო, ნოისეთი რა. ერთ თვეში პრინციპში წილის ყრაა და რო გადავხედე ყობა ბოლო გუნდი, რომელმაც პირველი ეტაპი გადალახა, ეს ხო ჯარჯის პერანგივით იქცა პირველი ეტაპი ვერ უნდა გადავლახო. ვენები და ხო და ბოლო გუნდი საბურთალო, მაშინ მართლა საბურთალო ერქვა. შარშან ყველაზე კარგად დისკნა. არა, 6 წლის წინ აქვს გადალახული პირველად საბურთალო და მაშინ მახსოვს შენ გუნდში ახალი სახე ვიყავი თამაშზე ტირასპოლში და განაცხადშიც იყავი და შერიფი რო გამოთიშეს რა. კი. სამწუხაროდ მე იქ რომ მოიგეს და აქ ხო კინო კინოდან არა მაგარი თამაში კაცროგინა აუ იქ თამაში ჩაატარეს მე ეგეთი რამე ქართული გუნდის შესრულებით ავიცი იშვიათი რა კი არა მაგრა ითამაშეს ბიჭებმა ძალიან და მე აქაც თავიანთი ხა შოკივით პირველ წუთში ისეთები მოხდა რომ მე ცოტა რო დაწყნარდა სიტუაცია და რა თამაში რო დაალაგდა გაიტანეს ბიჭებმა ერთი გოლი და ეგ ეტაპი გადავლახეთ რა ჩემი აზრით სადღაც მეტი ყურადღება კონცენტრაცია ჩვენი მხრიდანაც ფეხბურთელების მხრიდანაც ბევრად მეტი არის საჭირო რომ ეს მიზანი შევასრულოთ რა და ჩემი აზრით ამ ბოლო წლებში მწიფდება რა ნელ-ნელა და წესით წელს უნდა იყოს ეს ნავსი 2004-ის მერე ახლა უნდა იქნება აი კარგი იქნება თუ ეს წილის ყრაში ცოტა მაინც გაგვინაცვლებს და მაინც ახლა გაუცილებელია ახლა რომ რა იური შანსი ყავი ხო სლოვაკეთში თუ არ ვწდები გასული და კი მეც იყავი სლოვაკეთში ჩავედით მე ჯინჯოლა და ნონიკაშვილი ბოლო ადგილსანი გუნდი იყო 4 ქულით და განათხოვებით ვიყავით 6 თვე რა და ისეთი იყო ჩემთვის პირადად მე ჩემ თავზე ვისაუბრებ შემტევი ვარ სხვანაირად მიწევს და გუნდშიც რო ჩავედით პირველი ოფიციალური თამაშის მე მწვრთნელი შეიცვალა და ცოტა სიტუაცია ისე აირია რა ეხლა და მე უკვე რთული არის თან ბურთი სულ უბურთოდ გიწევდა თამაში ბოლო ადგილს ამ გუნდში რო ხარ მოგეხსენება და რთული იყო რა ფიზიკურადაც ბევრად მომზადებულები იყვნენ ანუ აშ დიდი სხვაობაა რა ფიზიკურად ძალიან ბევრს დარბიან ტაქტიკურად და კლასით და ფეხბურთის თამაშით ვეგჯობიან ჩემი აზრით მაგრამ ანუ ფიზიკური მომზადებით და მონდომებით ათლეტები არის მაგ ათანაბრებენ რა მაგ საფეხბურთო მხარეს ფიზიკური მომზადებით ათანაბრებენ და კომპენსაციას უღებენ რა თან ანუ ეს 6 თვიანი გეგმით რო ხარ ჩასული ცოტა რთული არის რა გუნდს ჩემი აზრით რომ მიდიხარ საზოგადოებრივად გრძელვადიანი გეგმით უნდა მიდიოდე გუნდს უნდა უნდოდე და შენში დროის დახარჯვა უნდა უნდოდეს რა და ეს პროცესი უნდა გაიარო ჩემი აზრით ალბათ ახლა აი ამ გადმოსახედიდან ახლა როცა ერთ თვეში უკვე წილის ყრაა და თვე ნახევარში უკვე ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ალბათ იქამდე არაპირებთ ხო წასვლას სადმე მაგრამ შემდეგ პერსპექტივაში აი რამე თუ გაქვს ისეთი მოწვევა აი ეგ იგულისხმა ირაკლი ალბათ ხო ერთ-ერთი ეგ იყო რა თქვი ხო ფინანსური სტაბილურობა რომ ახლა 2 თვეა ჩემპიონატი დაწყებულია და ახლა ერთ თვეში თუ წავიდნენ მაგას ვამბობ რომ ახლა არც უნდა განიხილებოდეს მექციდან არა და არის ხოლმე ეგეთ შემთხვევები ძალიან ბევრია და სხვათა შორის ევროტურნირების დაწყებამდე რომ ახალი გუნდი გეთდება ძალიან ცუდი პრეცედენტებია ხოლმე და ზუსტად აი მაგას ვამბობდი რომ ხშირად ყოფილა საქართველოს ჩემპიონი იმის მაგალითად გაძლიერებული იყოს ევროტურნირების დაწყების წინ სუსტდება და ეგ ძალიან ცუდი ის არის ხოლმე რა. სამჯერ იცვლება გუნდი სეზონში წარმოიდგინე. სამჯერ. ხა ანუ მე ვერ ხვდები მაგალითად ვინ და ადანაშაულო რა. ფეხბურთელი არის და თავის კარიერაზე თავის ფოტოშოპ თქვენი ბოდიში გაწყვეტია თქვენი აზრიც მაინტერესებს ფორმატზე ამ საქართველოს ჩემპიონატის ფორმატზე. რამდენად სწორად მიგაჩნიათ და სათქვენოთ როგორაა უკეთესი რომ აი ეს როგორ თამაშობთ ახლა გაზაფხულ შემოდგომას გაზაფხული შემოდგომა თუ შემოდგომა რა სიტყვის
ხო ეს ახლა ამის თავარი იდეა ალბათ ეს იყო და ეს არის რომ გუნდები თქვათ კარგად იყვნენ მომზადებული ევროპისთვის, მაგრამ გამოდის ეგრე პირიქით სუსტებიან ეს გუნდები რა. ხო ეს ახლა სამწუხარო. მე მგონი პირველად ხდება რომ ის ჩემპიონი, შეიძლება სხვა დროსაც იყო, პირველად ხდება რომ წინა წლის ჩემპიონი მეორე წელსაც ესეთი დამაჯერებელია მომდევნო სეზონში. ისე ხდება ხოლმე რომ ვინ ჩემპიონი ხდება მეორე სეზონში უკვე ვეღარ არის. არა, ეგ ხო, ახლა, მაგრამ აქაც ხო შეიცვალა, აგერ 4-5 ფეხბურთელმა დატოვა ეს ესა. კი რა. ხო, რა ესე ვერ ითქვით თუ უკეთესია თუ ცუდია, მაგრამ მაინც ალბათ უფრო კარგისკენ გადავიხრები მაგ მხრივ რომ ევროტურნირებზე უკვე ფორმაში ხარ, მომზადებული ხარ რაღაც და მაინც უფრო შეკრულია. ხო, ახლა რო იწყება ევროტურნირები ფორმაში ხარ. ანუ უფრო ფიქრობ რომ ეს სისტემა ჯობია. სამწუხაროდ შედეგში არ აისახება ეგ. ხო, შევეცდები თავსახოთ შედეგშიც. მე წელს იმედი მაქვს ან დიდი და ჯერა ჩვენი გუნდის პირველ რიგში და სხვა გუნდებსაც წარმატებას უსურვებ. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდი იქნება, მთავარია რომელიმე გუნდი შევიდეს ჯგუფურ ეტაპზე რომელიმე ტურნირის და ძალიან მნიშვნელოვანი ხო რა ახლა ზოგადად მე რაც იყო თქვა ეს ფინანსური დახმარება და ყველაფერი გაიზრდება და ბევრად მეტი საშუალება იქნება სხვა გუნდებისთვის რომ შევიდეს ჯგუფურ ეტაპზე. რამდენად მოქმედებს აი წევან 5 ფეხბურთელის წასვლა და მათი ჩანაცვლება რო ვთქვით ამაში უმთავრესი როლი აკადემიაა რომ აკადემიიდან მოდიან ფეხბურთელები და იოლად ეჩვევიან იოლად ეგუებიან ალბათ აკადემიაც ორი ტრანსფერები ფეხბურთელს შევსება ну, ჩვენ რაც გითხარით ეგ რთული პერიოდი, აი ეს ფეხბურთელები რო წავიდნენ და რაღაც თავიდან რო დაიწყო მოსამზადებელი პერიოდი, ცოტა ისე ვიყავით ერთმანეთშიც რა ხო, ანუ სხვანაირად გიწევს თამაში, მე იმასთან ხარ მიჩვეული ის როგორ აკეთებს ახლა ესე პირადიცი ის ფეხბურთელი რაც თამაშობს იმის მიხედვით იხსნები, მე სხვაზე უნდა გადაეწყო რა და აი ეს პერიოდი რო გადავახეთ, მე ანუ შედეგზეც აისახა წლევანდელ სეზონში რა და კაია რომ მალე გადავახეთ ეს პერიოდი. იური, თქვენ როგორ ხართ ერთმანეთში? ახლა შენ გაქვს 7 გოლი გატანილი, ირაკლეს აქვს 5 გოლი. ესე გუნდის 22 გაქვს გატანილი. სულ ნახევარზე მეტი თქვენ ორზეა და თქვენი ეს გაგება როგორაა მოედანს? ჩვენ, რავი, ჩემი აზრით კარგად ვართ. ახალი გადმოსული იყო პირველ წელს და მან ვიჩხუბეთ ერთხელ პენალტი და იმის მერე აღარ გვიჩხუბია. იმის მერე აღარ გვიჩხუბია და ვაძლევ ხოლმე ასისტებს რა და პენალტისტი შენ ხარ. ეხლა კი. ეხლა გასულ ტურში ორჯერ მოგიწია და ორჯერ მომიწია და მეორე სამწუხაროდ მეკარე მამიყო რა. ჩემი ბრალი არიან სტარტმის სტილი შევცვალე და დავისაჯი მაგის. რაღაც ახლებურად. არა, პაუზით ვურტყამ ისე ზოგადად და პირველი პაუზით დავარტყი, გავიტანა და მეორე პაუზის გარეშე ეგრევე მეთქი მეკარეს მოვატყუებ თქო და თვითონ უფრო მომატყუა. კარგად დაწილი არ უნდა შეცვალო. რა, ახალი ველოსიპედი. ისე თავდამსხმელის ინსტინქტი მაგარი რამეა რა, ის ირაკლისი ხარულიძეს რო აქვს ჩვენ ჩემპიონატში მართლა იშვიათია ის ჩასაფრება და ის გოლი აი თუნდაც თასის ფინალში ის ბათუმთან ხო შენ გაიტანე მაშინ და ის მაგარი მომენტები კი აი ყველა კი არ მეთქვამს თავარი დამტყმელი ძალა ხართ მეთქი მართლა იმაში ეროვნულ ჩემპიონატში 12 გოლი ორ ფეხბურთელზე ისე 14 ტურში მაგარი შედეგი ყველას ძლიერ დაცვა რომელ გუნდს ჩვენ არა ნუ ეს ყველაზე ნაკლები გოლიც გოკაშოვი მეტოქეებს გულის მეტოქეებს რთული კითხვა ანუ ესეც ალბათ ახლა ეს პირდაპირ გაგებით გოლი გაუტანეთ ო აი პირდაპირ გაგებით გამოდის გორი დაცვას ესე ვერ გამოყოფ ალბათ ახლა ფეხბურთი მაინც რაც თუ გადის უფრო და უფრო იცვლება და დღევანდელი ფეხბურთში ახლა მთავარი არის ახლა აი ჩვენი მაგალითიც ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ გუნდურ დაცვას და ალბათ ეს მთლიანად გუნდის შედეგიდან გამომდინარე უნდა შევაფასოთ ეს დაცვა აი ვისთან გაგიჭირდათ ეგ მეთხარით გორი ალბათ და ანუ გორია ბათუმთან ახლა ბოლო თამაში ბევრი გოლი გავიდა მაგრამ ბათუმსაც კაი დაცვა ყავს ნუ ახლა ტრავმირებული ყავთ 1-3 ფეხბურთელი დაცვის ხაზში და მაგანაც ახლა გავლენა იქონია მეორე თამაშში და ისე გორი ალბათ პირველი სტანდარტულიდან გაუტანეთ პირველ თამაშში და მეორე თამაშიც მე დავარტყი და სიხომ დაამატა მე მეკარის აღების მე და ესეთი გოლი გავიტანეთ რა ორივესთან მაქვს ესეთი კითხვა, ყველა მე ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ იბერიასა და დინამოს შორის ბავშვთა თამაშებში დაწყებული აკადემიის პატარა ასაკიდან
სულ არის რაღაც განსაკუთრებული თამაშები, განსაკუთრებული ეს ჟინით და ეს იმიტომ რომ გასაგებია ორი გამორჩეული გუნდია იქ. ეხლა ეროვნულ ლიგაში მთლად ასე არ არის, სხვა გუნდებიც არიან, უკვე რაც ასაკი გაიზარდა და აი აქ თუ გადადის იბერიასა და დინამოს შორის ეს როგორ ვთქვა, განსაკუთრებული ქიშპობა რა, იმიტომ რომ რატო ვამბობ ეხლა დინამო მაინც სხვა ის არის რა, სხვა სიმაღლეა, სხვა სახელია, სხვა ის არის და აი თქვენთვის როგორ არის და დინამოსთან თამაში კიდე უფრო დამატებით мотиваციას იძლევა ხოლმე? ხო, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა ეხლა განსაკუთრებული ის არ არის ხოლმე ჩვენთვის, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ეხლა სხვა ქალაქის გუნდებიც ძლიერი გუნდები არის და ალბათ უფრო ცხრილიდან გამომდინარე, შესაბამისად ისეთი თამაში გვაქვს ხოლმე რა, აი თქვათ, ის კონკურენტია, შედარებით რთული თამაში გაქვს ხოლმე და ეს ეხლა როგორც თქვენ გამოყავით აკადემიებს შორის უფრო დაძაბული ის არის. იური უფრო ეცოდი. კი, მე გამოცდილი მაქვს და ეს 15 წლამდე 17, 19 ყველა ასაკში ეს ვიყავით ერთმანეთთან. ან ჩვენ ვიგებდით, ან დინამო რა და სულ ეს დაძაბული იყო და ეხლა უმაღლესში აღარ იგრძნობა, აი ესე მარტო დინამო არ არის. პირველი, მეორე, მესამე ზემიც არის. აი ეგ თამაშები არის, ან ეს დერბის სახე რო ეძლევა რა და ეხლა გაქვთ ხო უახლოეს ტური დინამო ფოთი გვაქვს ეხლა და შემდეგი გვაქვს და მე სახში რამდენიმე თვის წინ აქ იყო თქვენი ყოფილი მწვრთნელი გიაჯი აბრეშვილი ვისაც საინტერესო ქონდა და როგორ ამეთქვა იცით რომ ერთ-ერთი დიდი ნაკლია საქართველოს ჩემპიონატის თამაში გულისხმობდა რომ არის ხშირად ჩერდება თამაში ანუ პატარა დარღვევაზე მსაჯი იმაშვება ჯარიმას ნიშნავს აჩერებს თამაშს და თქვენ რა სიტყვით რა ხარ მართლა ეგრეა და მე ვიცი რომ ეგრეა რომ ჯარიმები არის ნუ აუტანლად ბევრია დროის გაჩერება რა ვიცი სხვა ქვეყნებში ჩემი აზრით ბევრი მეროდ მეტი ჯარიმები იდება ნუ ეგეც არის პრობლემა მაგრამ ეხა მე ჩემ არა მარტო ჯარიმას კი არ გულისხმობ არა ვიცი რასთან კი ეგ პაუზები არის ძალიან ბევრი და სწორი არის ჩემი აზრით აი ხა ბათუმთან ქონდა თამაში და ხალხი იყო რა ეხა სავსე არ იყო სტადიონი მაგრამ ბევრი ხალხი იყო რა და აი ძალიან კაი თამაში და იყო ჩემი აზრით თუ უყურეთ ანუ საყურებლთაც კაი თამაში იქნებოდა იქ რო ყოფილიყავით იმიტომ რომ სულ მოხდი აქეთ იქით ანუ ტემპი მაღალი იყო რა ხალხი აძლევს ამ ეს ტემპი რო გვინდა რომ აიწიოს ხალხი არის პირველი მაგისტრის ჩემი აზრით იმიტომ რომ აი თამაში რომ მორჩა ბათუმის მე გასახდაში ვიჯექი და ეს ნასიამოვნები ვიყავი რა აი ძალიან მესიამონა ესეთი თამაში იყო და რავი პირველი ჩემი აზრით ეგ არის რომ ხალხის მხარდაჭერა მაგრამ ამ ხალხის მხარდაჭერას შედეგი უნდა რა და შედეგი ხარიცხი რამენაირად უნდა დავაბალანსო ეს სხვათა შორის ფრიდანაც რაღაც ნაბიჯები და იქიდან აი დინამო იბერია ორით ერთი რომ მოიგა წვიმა რო იყო თავისხმა მე მგონი ძალიან მაგარი თამაში იყო შენ შეაგდე მაშ თამაში და ხალხი ნუ ახლა წვიმაში ახლა ვერ მოვთხოვთ მაგრამ მანდაც ნუ ახლა უფრო ხშირად ოჯახის წევრები მეგობრები და ეს შემდეგ ფეხბურთი ვისაც უყვარს და მის ხოროს ფეხბურთს ეგეთი ადამიანები დადიან რა ამას წინათ ლუის ენრიკემ თქვა მაგარი რაღაცა ფეხბურთი უმაყურებლად ამას წინათ კი არა იმ 4 წლის წინ როცა პანდემია იყო უმაყურებლად ფეხბურთი იგივეა შეყვარებული არ მოვიდეს პაემანზეო და შენ დასეცეკო რა ეგ სწორი თქვა პანდემიის დროს ფეხბურთს ვინც უყურებდა რა ვიცი ჩვეულებრივი იგივე მოგბეზდებოდა გადართავდი ანუ ისეთი იყო რა ხალხის გარეშე ხალხი ხო არ იყო რაღაცები და ის გოლზე რო ის დინამიკში იყო ჩართული ხმები და ტაშები და რაღაც მე ცოტა შევსწავლე ახლა სტატია დავწერე ამას წინათ კვარაცხელიაზე თურმე რატო დაუწუნებია არსენალის სკაუტს რა ეგ შემუჩნევია და დაკვირვება მიდის ამ კვარაცხელიაზე და ეს იყო პანდემიის პერიოდში იმ დროს და როცა უკვე გაიხსნა ეს და ხალხი შემოვიდაო ტრიბუნებზეო ისე ვეღარ თამაშობდაო არ ვიცი ხა ეგ და მაგის გამო დაიწუნეს ხალხმა იმოქმედაო რომ უსტვენდნენო და ისაო ნეგატიურად განწყობილმა გულშემატკივრებმაო წნეხში მოაქციესო ეხლა რა ვიცი აი მაგის გულისთვის ეხლა რომ დაიწუნებ ეს რაღაცა არა მიზეზი მოსაკვა რა იმას ვიზავ შეიძლება ერთი თამაშით იმ შევა და მაგიტო ხო ყვარაზე წნეხი რა არ მგონი მიზეზი ეგა თქვა რა мотиваციას აძლევს მე რასაც უყურებ იური რა უნდა კითხო მიგაჩნია რომ ეს სეზონი შენთვის საუკეთესოა რაც აქამდე ჯერჯერობით ერთ-ერთი გამორჩეული სეზონია. ნუ
გეგმაში მაქვს რომ იყოს საუკეთესო და შევასრულებ რომ იყოს საუკეთესო რა და გაისარდა იმის მერე კიდე უფრო უკეთესი და რამე ნაკრებიდან არ ქონია რამე ისეთი არა არაფერი თუ როცა იქნება ნუ გეგმა ეგა საბოლოო გეგმა ეგა რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო რა და როცა იქნება დიდი ერთი კი ვიცი რომ 99-ის ბოლოს ხარ დაბადებული და ცოტაღა დაგაკლდა რომ ევროპაზე ანუ 2000-ის პირველ იანვარს რო ყოფილიყო დაბადებული უკვე ევროპაზე ითამაშებდა ალბათ მოუწევდა აქ რო იყო 30 წლამდელები და სადღაც თვენახევრით ადრეა დაბადებული არა უშავს აინაზღაურებს მე ეროვნულს ირაკლი და შენ სადამდე გაქვს ეს ჩაფიქრებული ამ გოლების რაოდენობა ახვალ 200-მდე ეს წინასწარი ხარ თულია ხოლმე ეს რაღაცა ყოველთვის ლაპარაკი აქცე უყურებ ნუ არა შენ რასაც უყურებ პირად სტატისტიკას აქცე უყურებ აი ზოგი ხვარი რო არ აინტერესებს რა ვიცი კი არა ხა თავდასხმელისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის ეს მაგრამ თავარი მაინც ხა არის გუნდური სპორტია ფეხბურთი და რა თქმა უნდა გუნდის შედეგი განსაზღვრავს ამ ყველაფერს და როცა გუნდის შედეგიც კარგია და თქვათ პირადი სტატისტიკაც კარგი გაქვს თავდამსხმელს რა თქმა უნდა ბევრად კარგი არის ეს და მოქმედებს ეს თქვათ ვინმე ყავს ისეთ გამორჩეული პარტნიორი აი მე პასე როგორც იტყვია ესე უსიტყვოთ რომ ეს შენი კი ანუ წელს ახლა აი შენგელიას რო ყიფიანი ყავდა მაგალითად რა რომ ჯინჯი ყავს ოღონდ ვარჯიშებზე თამაშებზე ჯინჯი ყავს აი თვითონ აი გუნდს ახლა წევა აი ლაპარაკობდა და აი წელს რაღაც თქვათ თუ გამოვარჩეთ ჩვენ გუნდს ანუ შედეგთან ერთად გამოვარჩევ რომ თვითონ აი გუნდურად თამაშობს გუნდი და ესე რომ თქვათ აი მოედანზე ძალიან კარგად უგებთ ერთმანეთს და ეხა თვითონ ეხა ტაბატასაც რამოდენიმე წელია ერთად ვართ და ეხა არა იმიტომ რომ აქ არის მაგრამ ანუ ძალიან კარგად უგებთ ერთმანეთს და ესე გამოყოფა იმიტომ არ მინდა რომ და ეხა განსაკუთრებით წელს ვიძახი ამას რომ ვფიქრობ რომ ანუ გუნდურად გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და ეს ურთიერთგაგებაც მაღალ დონეზე გაქვს გუნდს და ეხლა რაც ტაბატა ამახსენა ვფიქრობ რომ ეხლა ეს უშუალოდ მოედანზე რაც შეეხება ტაქტიკურ და ფეხბურთის ნიუანსებს თუ შევეშვებით ფიზიკურად ერთ-ერთი თუ არა ვფიქრობ რომ ყველაზე მოძრავი გუნდია აი პლუს ეხლა იბერიის მარტო თამაშებსაც რო უყურო და არ უყურო და გოლებიც რო ნახო ჩემი აზრით გუნდის ძალა იმაშია რომ იყო თამაშები სადაც ძალიან გაუჭირდათ პრინციპში უმეტესად ეგეთი იყო რა რომ აი ერთი ბურთით მოიგეთ ან ორი ბურთით და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეხბურთელები იტვირთავდნენ ხოლმე ლიდერობას ეხა ორნი აქ არიან მამაგეიშვილი კარგად გადამწყვეტ მომენტში ივაგელაშვილმა გაიტანა ერთხელ აი ჯინჯოლავამ გაიტანა ბათუმში ანუ ეს არის ალბათ რომ აი ახალგაზრდები რომ მოდიან ალბათ გვერდში უდგახართ ისე რომ ადვილად შემოდიან ხო კონტაქტში ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა კი რავი ან თან ისეთი ახალგაზრდები არიან რომ ანუ ერთ გარემოში რომ იზრდები ადამიანთან მარტივი არის რა და მე ერთმანეთთან მეგობრობა და ყველაფერი რა და ამიტომ ეს გუნდურობა რაც გვახასიათებს ეგაა რომ ხან ერთ თამაში გიზი გადაწყვიტავს ბეც ერთ თამაში სიხო ერთ თამაში დორასო მაგალითად და ასე შემდეგ რა ანუ ხან ვინ გადაწყვიტავს ხან ვინ და ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე რა დორასო კლასი ისე ამაგარი გვარი ისე ირაკლი შენ ძლიერი მხარე რა არის როგორ ფიქრობ როგორც სენ ფორვარდის ეს ალბათ უფრო სხვები უფრო უკეთ შეაფასებენ მაგრამ ანუე ყველაზე ესე რომ ვთქვათ კომფორტულად გძნობ რომ თავს როდესაც ვთქვათ მოედანზე საჯარი იმოში მიწევს თამაში რა ხო საჯარი ახლო რო ტრიალებ ხო მე ჩასაფრებული ხო და ის გოლის ალღო მე მაგას უფრო არქმევ ანუ დაკვირვების და იმის შედეგი არის რომ აკვირდები სად ჩდება სივრცეები ცველის შეცდომას ვინ როგორ იცავს ცველი ბევრი ცველი არის სხვანაირად იცავს და მაგის მიხედვით რომ იხსნები ანუ ადაპტაციას რომ გაივრი ამ სხვადასხვა გუნდებთან მე შედეგი სახეზე არის აგერ ჩემგან მარჯვნიდან
ერთი კიდე გამოვარჩევდი, რომ აი საქართველოს ჩემპიონატში, რაც პირადად მე არ მომწონს ეს თამაშის გაჩერების გარდა, არის ის, რომ ხშირად არის რომ გუნდური ელემენტები არ არის ხოლმე თამაში, აი რაღაც და იბერიაც მაგიტომაც არის რა უფრო წინ, რომ აი ამ ხრივ უფრო გუნდურად თამაშობენ, კომბინაციურად თამაშობენ და სამწუხაროდ ბევრ გუნდში არ ჩანს ეს და შემდეგ არის ხოლმე რომ ევროტურნირებზე რაღაც ცუდ შედეგებს ვიღებთ ხოლმე რა და აი აღარ გვინდა ევროტურნირები თქვა კაცმა რომ ხო არა მაგრამ ხო აი იბერიაზე ხა სასაყვედურო რა გვაქვს პირველ ადგილზეა და აი თვითონ უცხოელი მწვრთნელებსაც და გამორჩეულ ქართველ მწვრთნელებსაც უჭირთ ხოლმე ამ თამაშის დალაგება და ბევრჯერ უთქვიათ რა უბურთო თამაში მაინც და მაინც ვერ უყვართ რადგან გოლებზეა უნდა გაგახსენო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი გოლი მოსკოვის დინამოსთან და თლიანად ის თამაში გავიხსენოთ რა ეხა იმიტომ რომ პანდემიის პერიოდი იყო და ავიცი ბევრს არ ეგონა რა წარმოუდგენელი იყო რომ მოსკოვის დინამოს მოუგეს 25 მილიონად ყავდათ ნაყიდი დორტმუნდიდან ფეხბურთელი წარმოიდგინეს და ეხა აი როგორ მოხდა რის ხარჯზე მოახერხეთ კი მაშინ და გოლიც შეაგდე ლოკომოტივში ავით აი სწორედ ეს პანდემიის პერიოდი იყო უმაყურებლად ტარდებოდა და ეს თამაშები იყო ერთმატჩიანი თამაშები იყო და ესე მოხდა რომ კენჭისყაში ანუ პირველი ეტაპი შევხვდით კრაიოვას შევხვდით გამოვაგდეთ ისიც სახში თამაშობდი და შემდეგ იყო მოსკოვის დინამო და მასთანაც ისე მოხდა რომ ამ ერთ თამაშიანში სახლში ქონა თბილისში თამაში და რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი გუნდი იყო და კარგად მახსენდება ეს პერიოდი რომ გამოვაგდეთ და ამის შემდეგ აი კენჭისყას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოკლედ იმიტომ რომ შემდეგ ეტაპზე შეხვდა გრანადა მაშინ პრიმერა დივიზიონში ცხელში პირველ ადგილზე იყო მაშინ არანაკლები გუნდი ყავდა მაგალითად როგორც თქვა ეგ აბა მამარდას კითხე ახლა თუ არ გაუმართლა რა რაიმე კარგა მოსკოვის დინამოს ეს ერთ თამაშიანის გასვლა მოგვიწია და ძალიან დიდი სხვაობა იყო ანუ მაშინ გრანადას სხვა დონის გუნდი ყავდა როგორც ახლა არ იყო ესეთი და აი მამარდაშვილი აღნიშნეთ და საოცარი თამაშები ქონდა იმ ევროთასებზე და საბურთალოს არ გაუმართლა, მამარდას გაუმართლა, რომ მაგორ თამაში. აი თვითონ შიგნით როგორ იყო აი სიტუაცია ეს აი რუსები, მოსკოველები თვითონ რას განიცდიდნენ აი თამაშის დროს რა შეატყეა. კი, ეხა უშუალოდ თამაშის დროს ეხა რთული რაღაცა განცდებზე და ამაზე საუბარი, რადგან ძალიან კონცენტრირებული ხარ მოედანზე, თქვა საფეხბურთო დავალებებზე და ну თამაშამდე რა თქმა უნდა ეხლა როდესაც თქვათ რუსეთის გუნდთან მქონდა თამაში და ეს მოსკოვის დინამო იყო გინდა არ გინდა რაღაც განსაკუთრებული გრძნობა რა თქმა უნდა მქონდა და ყველანაირად მობილიზებული ვიყავით ამისთვის რომ ძალიან დიდი სურვილი ქონდა გაგვეკდო და აშკარად არ ელოდნენ იმიტომ რომ მართლა კარგი გუნდი იყო ის კი ამისთვის კითხა ის გიორგი ჭიაბრაშვილი იყო მაშინ ჩვენი და მომზადებოდი თითქოს ეს არ იყო რომ თქვათ შევხვდით ამ მოსკოვის დინამოს და ამისთვის რაღაც ესე მომზადეთ ევროტურნირებამდე შესაბამისად კარგად მომზადებოდით და შედეგი იყო ის რომ ორი ეტაპი გავიარეთ და მესამეზე ესე რომ თქვათ კენჭისყაშიც ცოტა არ გაგვიმართლა და ბიჭო ახლოვდება სეზონის კულმინაცია ჩემპიონთა ლიგის ფინალი. რა სიტყვით აბა თქვენი პროგნოზი გითხარით და ზოგადად აგერ ჩვენს ვარსკვლავზე ვთქვათ 1-2 სიტყვა. ну სურვილი ვიცით. სურვილი ვიცით. დიდი შანსი არის თან ამ სურვილის, იმიტომ რომ თქვენ როგორც აი ფეხბურთელების თვალით დანახული ეგ ფინალი გითხარით, აბა როგორი წარმოგიდგენია. მოიგოს პარი სენ-ჟერმენთან და კვარამ და გულშემატკივრობთ ყველა ალბათ თელ საქართველოში რა და ინტერზე რაც შეიძლება ვთქვათ რომ ჩემი აზრით გუნდი არის და ეგ ახასიათებთ მაგათ რომ ძალიან კაი გუნდი არის და ეხ ფეხბურთელებიც კარგად გამოიყურებიან ინდივიდუალურადაც რა და რთული თამაში იქნება ჩემი აზრით მაგრამ წესით ეს პარიზის უსტრაფესი შეტევის ტრიო აი შეიძლება ეგ იყოს გადამწყვეტი ფაქტორი. ეს ინდივიდუალური ოსტატობა იმ სამი ფეხბურთელის წინიც არის, ну ეს ნახევარდაცვაზე აღარ ვსაუბრობ. აი გადაწყვეტს მატჩის სპეცს რა თუ გადაწყვეტს.
ანუ ეგ სისრაფე, ხო? სისრაფეები, ნო. არა, იქად გამოცდილებაა. იქით გამოცდილებაა, თან ინტერს არ უყვარს, რომ ესე მოგასკდეს და შეტევაში ითამაშოს რა, რომ ეს სისრაფეები მე კონჩეტევაზე გამოიყენენ. აი ნახოთ რა ვერ გაიგებ წინასწარ ახლა როგორ წარიმართება თამაში და ვერ იწყე ამ ყველაფერს. უფრო PSG-სკენ იხდები. ხო, ალბათ როგორც ობიექტურად PSG პენლებში მაშინ. ირაკლი, შენ ასე თუ. ხო, აქ აი თავდასხმელი და აგერ იმას ინტერსოფლიო დონის ისყავს. კი, აი ინტერი თავდასხმა მარტინესისა, ურამი და აქეთ რა ვიცი. კი, ორივე ძალიან გამორჩეულია და თვითონ ინტერიც გუნდურად ძალიან ძლიერი გუნდია და ხა ამ შემთხვევაში ხა როცა ვთქვათ კვარაცხელიას ეხება აქ მიკერძოებული ვართ ყველანი მე მგონი და სურვილთან ერთად რა თქმა უნდა ეს ძლევს ეს რაღაცა ვერცაზრობა ხო იქით იხრება ყველასი რომ აი PSG-ს ობიექტურობის იმას გიკარგავს ხო ხა კვარაცხელი ხა ისეთი დონის ფეხბურთელია და ვთქვათ იმხელა რაღაც მოუტანა ქვეყანას რომ რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ კიდევ განსაკუთრებით მეტი შეუძლია გააკეთოს მან ვთქვათ როგორც გუნდისთვის რა თქმა უნდა ისე ქვეყნისთვის და მისთვის ახალი თაობისთვის კი ხო აი თუნდაც ვთქვათ რომ ავიღოთ მანამდე ამდენი ბავშვი დადიოდა ფეხბურთზე და ვთქვათ ეს კვარდა ნაკრების წარმატების შემდეგ თქვენს გრძნობთ ხო ასე რომ რაღაცა კი და რაც უფრო ვთქვათ მეტი ბავშვი იქნება ჩართული რა თქმა უნდა უფრო მეტი ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვეყოლება მომავალშიც ეროვნულ ჩემპიონატში ნუ ახლა თქვენ შიგნით ხართ იქ და არიან ესეთი მომავალი ვარსკვლავები როგორ ფიქრობთ ეხლა ეს რა ბევრი ტალანტია ზოგადად მაგით გამოირჩევა ჩვენი ჩემპიონატი რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები თავარია რომ სტაბილურობა შეინარჩუნონ რა ეხლა დინამოს ხავს მოგეხსენებათ დინამოს ფაქტიურად აკადემიით თამაშობენ ბევრი კაი ფეხბურთელი ყავს სხვა ფოთიდან გამორჩევა აბუაშუს იმიტომ რომ პორტოშიც იყო ეხლა იქ არ ვიცი რა როგორ წავიდა სიხმო როგორც ძალიან ფაქტორი არის რა და კაი ბიჭი არის მართლა ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია და ავი წარმატებულს პატრონობს ხო ალბათ მაგრამ კი და კიდე არავინ მე ესეთე რა შეძახი ახალგაზრდას არა ნუ აი ვარსკვლავად რო წარმოგიდგენია მომავალში რა იმედი მაქვს ალია ხარებაშვილი რავი ჩვენი გუნდიდანაც არის ბევრი ძალიან იგი ტავატაძე ჩემი მოგვარია და დიდი იმედი მაქვს დიდი იმედი მაქვს ტავატა იქნება ერთ-ერთი მათგანი ჯერ რა ვიცი ხო მართლა არიან და ისეთი თქვენ აი 2 წლით უმცროსია ხვიჩა შენზე ნუ წლინახევრით გიწევდა მაგ დროს წევდნენ მაგას 2 წლით 1 წლის დიდებში მახსოვს რომ წევდნენ ხოლმე და აი გიწევდა მაგის წინააღმდეგ რო ერთხელ ვითამაშე ზუსტად კვარას წინააღმდეგ გონი 19 წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალი და კვარა იყო ფლანგის შემტევი მე მაგ დროს ფლანგის ცოლს თამაშობდი და აი ერთად მოგვიწია თამაში რა და მე გუნდელები ვიყავით 21 წამდე ნაკრებში. ცეცაძის. ხო, ცეცაძის დროს რა და მაგ დროს იქ არ წავიდა ერთ თამაში, მაგრამ აი ეგ მეტყველეს. ვაცა ფლანგის მცველი იყავი და ეხლა ეს რა ქვია, ბომბარდელი ხარ იმას რა. მცველი? ხო, მცველი ვიყავი, მცველიც დავიწყე თავიდან. ჭიაბრიშვილი თავიდანვე ჭიაბრიშვილმა დამაწყებინა თამაში და ხან შემტევზე უნდა თამაში და ხან მცველზე რა. სისტრაფის ხარჯზე ვაბალანსები ორივეს და შენ მეკარე ხო არ იყავი? ეგრე არის ხო? როიწებენ მეკარები და თავდასხმელები მცველები ხდებიან. ხო და ეს კიდევ აი წეგან ვლაპარაკობდით ამ ახალგაზრდა ტალანტებზე დინამოს მართლა ძალიან კარგები ყავს და მიუხედავად იმისა რომ სხვათა შორის ბოლო პერიოდში კარგი შედეგი აქვს და გვიხარია ხა ყველას რომ რაც თამაშები მოიგეს ახლა წინა ტურშიც მოიგეს და სამეზე არიან. ხო, ამოიწვნენ და პლუს საქართველოს უზრდიან რა ტალანტებს რა. ეგ ამას აკადემია რო არის ყოველია ეგეთი. საქართველოს იური, ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებ და ენამ გიყიდოს, რომ ამ საფხულს ქართული გუნდები გვენახოს ევროსარბიელზე. ივლისის დასაწყისშია თამაშები, ჯერ მე ტოკია გასაგები და აი ეგ პირველი ეტაპი მაინც რამენაირად რა. ყველაზე მნიშვნელოვანია.
წარმატებას უსურვებ ყველა გუნდს, თქვენი წარმატებას გისურვებთ და მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. მადლობა კიდევ.